სკოლის დირექტორების მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად პოლიტიზირებული იყო წინა ხელისუფლების პერიოდშია ცხადზე ცხადია. რადგან უამრავი ფაქტები არსებობდა არჩევნების დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის დირექტორების მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ შორის პედაგოგებიც ის დირექტორები, რომლებიც დღესაც მშვენივრად მართავენ საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგრამ მათთვის ხელი არავის არ შეუძლია. Კიდევ ერთი პროცესის არსებობს, რომ ძალიან ბევრი სკოლის დირექტორი მათ დაყრებოდა შეხვედრებთან დაკავშირებით, ესეც უკვე რეალურია, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას, ახალ ხელისუფლებას ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ ამ სკოლის დირექტორებისთვის სამაგიერო გადაეხადა მათ სასერტიფიკაციო გამოსვლებზე, თუნდაც ტესტური თქვათ გამოსვლების პროცესის ან გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით, რადგან ძალიან ბევრმა მნიშვნელოვანმა წარმომადგენლებმა ტესტირება შესაძლებლად გაიარეს და მიიღეს შესაბამისად სერტიფიკატები. პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ეზოში არსებულ მათკუთვნებაში ყოფ კორპუსში თავის დროზე კოალიცია ქართულ ოცნებას ჰქონდა თავისი შტაბი, რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ იქიდან ჩვენ გაგვიშვეს, მაგრამ მიუხედავად ამის მიზეზი რატო გაგიშვეს? ეს უკვე ჩემს იმას აღემატება, იმიტომ რომ მე მაშინ ვიყავი როგორც ჩვეულებრივი ერთ-ერთი დამფუძნებელი, იქიდან გასვლის მიზეზი რა იყო და რა არის შესაძლებელია შესაბამის სამსახურეს მიმართოთ და იმათაც რეალურად გიპასუხოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის რომ მიუხედავად ამისა, ახლანდელ ხელისუფლებას რო ქონოდა ელემენტარული სურვილიც კი, სურვილის დონეზეც კი, რომ იმ პიროვნებისთვის სამაგიერო გადაეხადა, მაშინ სასერტიფიკაციო გამოსვლებზე ეს ქალბატონი დადებით შედეგს ვერ მიიღებდა, მაგრამ მთავარისა რომ სასერტიფიკაციო გამოსვლებზე მათ თავიანთი ხედვა უნდა გამოავლინონ, რაც მიმართულია სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით და ამიტომ ეს დაუფასა განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ყველა იმ პიროვნებას, ვისაც დღემდე სერტიფიკატი ჰქონდა. მე 2012 წლიდან ვასრულებ დირექტორის მოვალეობის შესრულებას ამ კონკრეტულ სკოლაში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ სკოლაში ჩემგან, ხაზგასმით ვაცხადებ, ჩემგან არავის ქონია ზეწოლა და არც მე მქონია ზეწოლა იმის, რომ მე რომელიმე პარტიის გვერდით უნდა ყოფილიყავი და თან უნდა წამესხა ჩემი თანამშრომლები. მე გამართულად ვამბობ, რომ არც ერთ ჩემს თანამშრომელს არ ქონია ჩემგან არანაირი ზეწოლა და არანაირი მოთხოვნა ხარი დაეჭირათ ნებისმიერი პარტიისთვის. სხვათა შორის მეც ასე. და სკოლის დირექტორებისთვის ყურის აწევა ნამდვილად არ არის სახარბიელო და ერთი იმით, რომ ყურაწეულ სკოლის დირექტორს არც მასწავლებელი, არც მშობელი, არც მოსწავლე პატივს აღარ სცემს და სკოლის მართვა უბრალოდ ძალიან გაჭირდება ამისეთ შემთხვევაში. და თქვენს სახლში იყო განთავსებული ქართული ოცნების შტაბი და შემდეგ მოხდა შტაბის დატოვება. რამდენიმე თვე ნამდვილად იყო განთავსებული, მოლაპარაკება მიმდინარეობდა ჩემს მეუღლესთან. შტაბი გაიხსნა, ფუნქციონირებდა 3 თვე, მაგრამ ამ 3 თვის განმავლობაში დაახლოებით ეს პერიოდი იყო. ამ 3 თვის განმავლობაში საზოგადოებისგან, თვითონ მე საზოგადოებისგან, ჟურნალისტებისგან არ წყდებოდა რეკვები, რომ თქვენ მოხსნილი ხართ, თქვენი მეუღლე დაჭერილია, დაიჭირეს, ახლა ამ წუთას გვაქვს ეს ცნობა, რომ დაიჭირეს. აი, ცოტა ესეთ იმისში ვიყავით. მე ამის გამო მერწმუნეთ, შემიძლია ვთქვა, რომ არსად არ ყოფილვარ დაბარებული, არსად არ მოუთხოვიათ ჩემთვის პასუხი და როგორც ფაქტი მოწმობს, მე ისევ ვაგრძელებდი ჩემს მოვალეობას. მაგრამ როგორც გითხარით, საზოგადოების აქტიური ჩართულობა იმ ხრივ, რომ მე ყოველდღე მათავისუფლებდნენ, ჩემს მეუღლეს ყოველდღე იჭერდნენ, ეს ადვილი გადასალახი არ იყო. მე თვითონ ხელშეკრულება თუ არ ვცდები, მე ზუსტად ვერ გეტყვით ეს ინფორმაციას ჩემი მეუღლე უკეთებს, მაგრამ როგორც ვიცი, პირობები, ხელშეკრულების პირობები რამდენიმე თვეში შეიცვალა, რასაც მოყვა ის, რომ იქნებ ჯობდა ისეთ იმაში გადასულიყვნენ. არანაირი მოთხოვნა, არანაირი გაგდების ფორმა არ ყოფილა კი არა, პირიქით ჩვენ ძალიან მშვიდობიანად და ძალიან ისეთნაირად მეგობრულად დავშორდით სახლში ერთმანეთს.